მგიცნიათ, რომ თქვენი ცხოვრება ჰოლივუდურ მელოდრამას გავს, მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტში რეჟისორი კადრს ჭრის და ყველაფერი თავდაყირად გება. სწორედ ასეთი გრძნობის წიგნი არის Nothing Like the Movies. თუ თქვენ წაკითხული გაქვთ პირველი ნაწილი, ალბათ გგონიათ, რომ ლიზისა და ვესის ისტორია იდეალურად სრულდება, ყველას გვიყვარს ბედნიერი დასასრული. თუმცა ეს წიგნი გვიჩვენებს თუ რა ხდება მაშინ, როდესაც კამერები ითიშება და იწყება რეალური ცხოვრება. ავტორი ლინ პინტერი ამჯერად გაცილებით უფრო ღრმა და სული შემძროლ ისტორიაში გვითხრევს. ლიზი და ვესი ისე ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ისინი აღარ არიან ის პატარა ბავშვები, რომლებიც სერიის პირველ ნაწილში გავიცანით. ამჯერად ისტორია უფრო დაძაბული ხდება და მათ შორის გაუხსნელი კვანძები ჰაერში ნაპირსკლებს აჩენს. ყოველი გვერდი არის ბრძოლა ორ გრძნობას შორის. შეგიდა რომ ერთმანეთს ყველაფერი აპატიონ და ჩაიხუტონ, მაგრამ ამავდროულად გეშინია, რომ თუ ამას გააკეთებენ, მაშინ ყველაფერი უარესობისკენ წავა. კითხულობ და გიჩნდება კითხვა. გაუძლებს კი სიყვარული იმ ყველაზე დიდ გამოცდას, რომელსაც დრო და მანძილი ეწოდება. ეს არის ამბავი არა მხოლოდ სიყვარულზე, არამედ პიროვნულ ზრდაზე, პატიებასა და იმ გარდაუვალ კომპრომისზე, რომელსაც რეალური ცხოვრება მოითხოვს. ასე რომ მოიმარჯვეთ ხელსახოცები, რადგანაც ამ წიგნს ცრემლის გარეშე ვერ წაიკითხავთ.